მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა, რომელსაც შეგიძლიათ ასევე თვალყური ადენოთ რადიომედის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideoG, Medi.gi და Magtis IPTV 53 არხზე. დღეს ვისაუბრებთ საკვებზე და ტოქსინებზე, ხშირად ერევათ ხოლმე ტოქსინები ბაქტერიებთან, პარაზიტებთან და ასე შემდეგ. სხვაობებზეც ვისაუბრებთ, ბუნებრივია, გამოვყოფთ თუ არის ასეთი პროდუქტი ყველაზე უფრო მეტად ტოქსინებით გაჯერებული, ან პროდუქტი, რომელიც შესაძლოა არ იყოს ტოქსინებით გაჯერებული, მაგრამ მომზადების პროცესში იყოს დარღვეული გარკვეული წესები და აი ამ მომზადების პროცესში წარმოიქმნეს მოკლედ ეს ტოქსინები, როგორ უნდა დავიცვათ თავი და რა უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ. ამ ყველაფერზე დღევანდელი გაცემის სტუმარი ისაუბრებს ეკა ქურდაძე, ექიმი ტოქსიკოლოგი. მოგესალმებით, კაპიტანიკა, მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს ამ საინტერესო საკითხის დაინტერესებისთვის. ბუნებრივია მოსახლეობას მუდამ აინტერესებს, იმიტომ რომ ძირითადი ნაწილი მაინც ჩვენი ჯანმრთელობის ასოცირებულია კვებასთან. და პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს კვება ჩვენს ჯანმრთელობაზე. რა გულისხმობს ტოქსინები? აი როცა გვესმის ტოქსინებიანი საკვები, რა ითვალისწინებს და რითი განსხვავდება ის მაგალითად იგივე ბაქტერიებისგან, პარაზიტებისგან და ასე შემდეგ. მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ტოქსინი ეს არის ნივთიერება, რომლის მოხვედრის შემდგომ ჩვენს ორგანიზმს გარკვეული უარყოფითი ეფექტი შეიძლება გამოუვლინდეს. ანუ ზიანის მომტანი ნაერთია, ეგზოგენური ფაქტორით განპირობებული, ანუ გარედან მოხვედრილი ნივთიერება. ეს შეიძლება იყოს როგორც ცხოველური წარმოშობის, ასევე არაცხოველური წარმოშობის, არაცხოველურში უფრო შედის ქიმიური ნაერთები. ცხოველური წარმოშობის ნაერთებიდან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეიძლება იყოს თაფლიც, შესაძლებელია იყოს სოკოები, როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური ნაწილი და ცალკე დგას კიდე სოკოთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომელიც ასევე შეიძლება იყოს ტოქსიური ჩვენი ორგანიზმისთვის. რაც შეეხება ქიმიურ ნაერთებს, უფრო ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს, რომ დამზადების პროცესში, მოყვანის პროცესში შესაძლებელია, მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი და პრობლემური ჩვენთვის არის შხამქიმიკატები. ვერცერთი მცენარეული კულტურა შხამქიმიკატის გარეშე ვერ მოდის, მას აქ მწერის, იგივე სოკოს, ესე ვთქვათ, უბის საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელი ნაერთებია და ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვადები ვერ დავიცვათ შეწამვლის და მერე უკვე სისტემურ, ანუ თვითონ ნაყოფში ესე ვთქვათ, მოხვდეს ჭარბი რაოდენობით ამ ვადების არ დაცვის შემთხვევაში, ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ეს გახდეს უკვე ჩვენთვის პრობლემური. შესაძლებელია თვითონ პირველადად ეს საკვები იყოს პრობლემური, ან ჩვენს ორგანიზმს ჰქონდეს უკვე მეორადად მისი, ანუ ტოქსინის წარმოქმნის უნარი, ეს პრობლემაც გვაქვს და კიდევ ამ განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებს შეეხება, რომ შესაძლებელია თვითონ ეს ცხოველი მაგალითად არ წარმოქმნდეს თვითონ ტოქსინს, მაგალითად აფლატოქსინია ესეც, რომელიც პირველი კატეგორიის კანცეროგენთა ჯგუფში გადის, ეს არის ობის სოკო და საკვები პროდუქტიდან შეიძლება ცხოველმა მიირთვას დაბინძურებული ესეთი საკვები და უკვე შედარებით, ესე ვთქვათ, განეიტრალებული შეიძლება დავარქვათ, ნაკლებად ტოქსიური არ არის ესეთი მაღალი კანცეროგენული თვისების, თუმცა ესეც საზიანო უკვე M1 ფორმა, რომელიც უკვე ცხოველს შეუძლია რძის პროდუქტის სახით მოგვაწოდოს. ანუ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა კონკრეტულად რა ნაწილს მივირთმევთ ამ ცხოველური წარმოშობისას და რა თუნდაც ქიმიური ნაერთი შეიძლება მოხდეს. თაფლი ვახსენე და ამ შემთხვევაში შეიძლება უშუალოდ თაფლი, ანუ ფუტკარმა შეაგროვოს ერთ-ერთი ალკალოიდია გრაიანოტოქსინი, ეს არის მცენარე, რომლისგანაც იშვიათად, მაგრამ მაინც აგროვებს ფუტკარი ნექტარს და აქედან გამომუშავებული თაფლი პრობლემურია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და მეორადი პრობლემა ამ თაფლის შენახვისთვის ესევე გვჭირდება ანტიბიოტიკები და შეიძლება ეს მეორადი პრობლემაც იყოს ამ კონკრეტულ საკვებ პროდუქტში. ამიტომ ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანია ამაზე ზრუნვა ჩვენი ჯანმრთელობის კუთხით. თაფლი ახსენეთ, სოკოც ახსენეთ და თუ შეგვიძლია გამოვყოთ, ანუ თუ არის ეს პროდუქტების ჩამონათვალი, რომელშიც წარმოადგენს ყველაზე უფრო დიდ რისკ ფაქტორს ტოქსინების არსებობის თვალსაზრისით. ნუ სოკო ვიცით, რომ ყველაზე უფრო ალბათ ყველაზე მეტად გვესმის ხოლმე და ვიცით მომხმარებლებმა და ეს ასე არ სოკო შეიძლება პირველი იყოს მაგალითად ამ ჩამონათვალში. მოგახსენებთ, სოკო არ არის არც ცხოველური, არც მცენარეული წარმოშობის, ორივე ნაწილს გავს თავისი, ასე ვთქვათ, წარმოშობით, დელიკატესია, საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია თავისი შემადგენლობით, თუმცა სახიფათო შეიძლება იყოს განსაკუთრებით, როცა თვითონ ვიწყებთ მის შეგროვებას. შესაძლებელია უფრო გემრიელია, ხშირად მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ტყეში მინდორში შეგროვებული სოკო გაცილებით უფრო კარგი საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, თუმცა როცა არ ვიცით მისი ცნობა, აქ
პრობლემა ჩნდება, რომ არსებობს საკვებად ვარგისი ქუდიანი სოკოები. ანუ მოდით პირველად დავყოთ, არსებობს სოკოს სახეობა, რომელიც ეგრეთ წოდებული ქუდიანი სოკოა, მაკრომიცეტი და არის მიკრომიცეტი, რომელიც პაჭაწუნა აფლატოქსინით სოკოა, რომელიც შეიძლება გაჩნდეს თქვათ სხვა საკვებ პროდუქტზე და რაც შეეხება ამ ქუდიან სოკოებს, რომლებსაც საკვებად ვიცნობთ და უმეტეს შემთხვევაში გონია მაინც რომ კვებითი მოწამვლის გამოწვევა შეუძლია, სხვადასხვა სისტემაზე მომქმედია ეს სოკო იმის მიხედვით რა შეიცავს, რომელ პეპტიდს და ყველაზე მაღალი ანუ სტატისტიკურად ლეტალობით ნამდვილად სოკო გამოირჩევა, თუმცა უფრო სეზონურია, ესე ვთქვათ, სოკოს მოწამვლა და უფრო მეტად გვხვდება შემოდგომასა და გაზაფხულზე. შენახვის პირობებსაც აქვს მნიშვნელობა სოკოს და აქვს მნიშვნელობა, რომ შეიძლება საკვებად ვარგისი სოკოც გახდეს ჩვენთვის პრობლემური, სად დაიკრიფება, სად შეგროვდება, ამას აქვს. სოკო ყველაზე კარგი მარკერია ჩვენი გარემოს დაბინძურების, იმიტომ რომ ძალიან მარტივად იღებს გარემოდან ყველანაირ ტოქსიურ ნივთიერებას და ყველაზე მეტად იზრდება წვიმის შემდგომ. თუ კი ატმოსფეროში რაიმე მავნე ნივთიერება დააგრძელვა ზოგადად და გაფრთხილება, რომ არ უნდა დაიკრიფოს გზებთან ახლოს და ისეთ ადგილებზე, რომლებიც შედარებით დაბინძურებულია რაღაცა დიდი ინდუსტრიული ნარჩენებით. ამ შემთხვევაში საკვებად ვარგისი სოკოც კი პრობლემური აღმოჩნდება ჩვენთვის, იმიტომ რომ დაბინძურდება მძიმე მეტალებით ან სხვა ნივთიერებებით, რომლებიც რა თქმა უნდა საკვებთან ერთად მოხვდება ჩვენს ორგანიზმში. რაც შეეხება შხამიან სოკოებს, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი ტვირთი ეს არის ამანიტინის ჯგუფის სოკოა. დახმარების გარეშე აღწერილია სხვადასხვა 50%-მდე იყო მსოფლიოში მისი ლეტალობა დახმარების გარეშე, იმიტომ რომ ერთ ქუდსაც კი შეუძლია ადამიანის ასე ვთქვათ ლეტალობის და სიკვდილიანობის გამოწვევა. დახმარების გარეშე ვთქვი, პაციენტის ცოტა მოგვიანებით ეწყება ჩივილები. ხშირად შესაძლებელია სტაციონარშიც მივიდეს და სამწუხარო ფაქტი ის არის, რაც ვახსენე, რომ მხოლოდ კვებით ინტოქსიკაციას უკავშირებენ, მხოლოდ ეს დისპეპსიური მოვლენები, როგორიც არის გულისრევა აღებინება, მხოლოდ ეს გონია სოკოთი მოწამვლის პრობლემა და ისიც, რომ თითქოს მარტო მასზე ასოცირებული უნდა ვიყოთ, ალაგდება და ბევრჯერ სახლშიც წასულა ასეთი პაციენტი. სამწუხარო ფალოიდინს ის აქვს, რომ ეს არის სოკო, რომელიც ღვიძლის საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს, ეს არის უპირატესი დაზიანება, თუმცა არ არის მარტო ღვიძლი, თირკმელიც და ისეთი შეუქცევადი პროცესი ჩნდება, როცა უკვე პაციენტი რეალურად მოდის სტაციონარში. ანუ ადრეულ ეტაპზე სახლში მიდის, კლინიკაში მოსული, ან ისეც მოგვიანებით მოდის და ამას ყურადღებას არ აქცევს და ამ კონკრეტულ სოკოს შეუძლია ესეთი ფულმინანტური ღვიძლის უკმარისობას ვოძახით ჩვენ. ეს არის სწრაფი და მყისიერი უკმარისობა, რომლის შექცევადობა ძალიან რთულია იქ იმისთვის, როცა დაგვიანებით მოვა. აი 48 საათის მერე, 72 საათის მერე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და ტოქსინების მიერ გამოწვეულ პრობლემას, ანუ სიმძიმეს, შემდგომში გართულებას და ლეტალობას განსაზღვრავს არა მარტო ტოქსინის რაოდენობრივი მაჩვენებელი, რა რაოდენობა და რამდენი ძლიერი მოხდა, რამდენად დროული იყო დახმარება, რამდენად დროულად მოხდა დიაგნოსტირება და სანამ ჯერ კიდევ, ანუ ტოქსიკოლოგის ფუნქცია ნამდვილად ეს არის, რომ სანამ შექცევადია პროცესი, მანამდე ამოიცნოს და გახადოს, ასე ვთქვათ, გამოჯამრთელების მაღალი შესაძლებლობის მქონე ეს კონკრეტული შემთხვევა. თუ დროულია დიაგნოსტირება და შესაბამისი სპეციალისტი ჩაერთობა ამ კუთხით, გამოჯამრთელების ალბათობა ძალიან იზრდება. ამ კონკრეტულ სოკოს შემთხვევაში და დაგვიანების შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან მაღალია ლეტალობაც და საქართველოშიც ფიქსირდება რამდენიმე სამწუხარო შემთხვევა. თუმცა აქვე ხაზი გავუსვათ იმას, რომ ხშირად მსმენია მაღაზიაში, რომ შამპინიონები იყიდება, ანუ ის რაც საწარმო პირობებში არის მოყვანილი, ბევრი არ მიირთმევს, იმიტომ რომ აი სოკოს მეშინია ამბობენ და ამ თვალსაზრისით ასეთი ტიპის სოკო არ წარმოადგენს საფრთხეს ტოქსინების თვალსაზრისით გულისხმობს. ამ შემთხვევაში შენახვის პირობების დარღვევის ან მომზადების პროცესში როგორც ცილა დენატურაციას განიცდის და იმდენი უნდა ის ულუფა უნდა მოვამზადოთ, რამასაც ერთჯერადად მივირთმევთ. მისი ხელმეორედ გააყინო ამერე გათბობა სასურველი არ არის მომზადების შემდგომ და ეს სოკო ერთადერთი შეიძლება ვინმეს ალერგიული ფონი ქონდეს მაღალი ან კონკრეტულად ადამიანს არ შეეძლოს, ანუ არ აქვს ამ ქიტინის მეტაბოლიზმის უნარი, არიან ეს ფერმენტები არ აქვს შესაბამისი მონელების პრობლემა, ან შეიძლება ძალიან კარგი გვაქვს ერთხელ მივირთვით ეს სოკო ცალკე ულუფად, უბრალოდ სხვა საკვებთან ერთად ზედმეტად ცხიმიანთან უკვე პრობლემური გახდა. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვს წყლოვანი დაავადება კუჭის ან 12 გოჯას აქვს პანკრეატიტი,
აპეტიტი ან ნაწლავური პრობლემები ამ შემთხვევაში ცოტა რთულია მოსანელებლად ან ინდივიდუალურად მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ტოქსინებით არა ტოქსინები დაბინძურებული არ არის უბრალოდ ვადეს უნდა მივაქციოთ ყურადღება მოგიხსენებათ უფრო მაღაზიებში იყიდება შეფუთვით და როცა შეფუთულია და არა ისე ღია წესით ამ შემთხვევაში მას აქვს ვადა როცა გადის რა თქმა უნდა უკვე იქ მალფუჭებადი ტოქსინების გამოყოფის რისკი საკმაოდ იზრდება სოკოს შემთხვევაში დაუშვათ თუ ადამიანი დაკრებს სოკოს და ტოქსინებით არის გაჯერებული, მომენტალური არის ხოლმე საფრთხე, თუ მომენტალური არის ყოველთვის არა, ნახეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში 1-2 კვირა შეიძლება. 2 კვირა ბევრია, ნახეთ. როცა სოკოს კრებთ, აქ მნიშვნელობა რომელი სახეობის სოკოა, გარკვეულ სოკოები ითვლება ორეულებად. აი თეთრი ბილწა რაც ვახსენე, ამანიტა ფალოიდინია, ესეთია სოკო, ეს უფრო მეტად გავს ქამას და წერეწოს, თუმცა განსხვავება ძალიან კარგად იციან, ვინც ცნობს ამ სოკოს, ცად ამაყვანა ესეთი, რომელიც განზრახ ახალგაზრდებიც იყენებენ გაბრუებისა და თავდაჯერებულობისათვის თავჭედილა ესეთი სოკო, ესევე ხალხური სახელწოდებებია. ეს სოკოები შეიძლება ორეულად ჩაითვალოს, თუმცა ადამიანი ან საკვებად მიირთმევს, ან გაბრუების მიზნით ესეც არსებობს. ფსილოციbinis სოკო გვაქვს ასევე. თუმცა გირომიტრა სოკო, რომელიც გავს ხარის ფაშვას, უფრო გაზაფხულზე მოდის, ნეიროტოქსინია, კვებიდან მალევე იწყება გულყრითი განტვირთვა, რის გამოც სტაციონარში ხდება პაციენტი და შემდგომში ახლავს ხოლმე ღვიძლის უკმარისობა. ოღონდ ეს მოიცავს 6, მაქსიმუმ 12 საათს, ანუ კლინიკური მიმდინარეობა. სოკოს რაც შეეხება, ჩივილი უფრო მეტად თუ სხვა სახეობა არა აქვს მეთმოვლი და მხოლოდ ეს არის იწყება 6-7 საათის მერე. მერე არის მოჩვენებითი კეთილდღეობა, როცა გონია რომ კარგად გახდა ადამიანი დახმარების გამო და მერე იწყება 24 საათის მერე პრობლემები, თუმცა ამ პერიოდში თუ სიმპტომოა, დიდად ვერაფერს გრძნობს პაციენტი და ბრუნდება, როცა უკვე კანი შეფერადდება ყვითლად და ეს უკვე შორსწასული ფორმაა და ჯობია აქამდე იყოს სტაციონარში მოთავსებული ან დარჩეს, როცა მოდის. როცა ჩემთან კონკრეტულად პაციენტი მოდის, მინიმუმ 24 საათი ვაკვირდები და გარკვეული კვლევების შემდგომ, მეტყვი უშუალოდ ტოქსინი განისაზღვროს სისხლში ასეთი მოცემულობა საქართველოში არ გვაქვს, ვერ განსაზღვრავთ და მოკლე პერიოდშია ჩვენთვის მწვავედ ითვლება ეს პრობლემა, უბრალოდ მყისიერი კვებიდან 1 საათში არა, 2 საათიდან 24 საათამდე რაღაცა მინიმალური ჩივილი მაინც ჩდება. მესმის რომ შეიძლება მოსახლეობა მთხოვს რომ ყველაფერზე სტაციონარში ვერ მოვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სპეციალისტთან კავშირი თუ რამე არაშიშის გამო გაუჩნდება რაიმე ჩივილი, სასურველია რომ დაუკავშირდეს. მაგრამ მყისიერი, აი სოკოდან გასაგებია რომ მყისიერი ეფექტი აქვს, მყისიერში იგულისხმება რომ უახლოესი რაღაცა 24 საათის განმავლობაში, მაგრამ სხვა ტოქსინების შემთხვევაში თუ აქვს ტოქსინების დაგროვების უნარი, აი მაგალითად თუ მე ვიღებ კონკრეტული ტოქსინებით გაჯერებულ პროდუქტს, იმ მომენტალურადვე უნდა გავხდეთ ცუდად თუ შეიძლება დაუშვათ 1-2 წლის მერე ამან რაღაცა შედეგი უარყოფითი გამოიღოს. მადლობა საინტერესო კითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარკვეულ ტოქსინებს აქვთ დაგროვების უნარი, მაგალითად მძიმე მეტალები, რომელიც შეიძლება იყოს ბოსტნეულში და ვახსენე შხამქიმიკატები, ამ საშუალებით არსებობს ესეთი ნიტრატები, რომელიც ასევე შეიძლება კულტურის მოყვანისთვის დაგჭირდეს და ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდეს ჩვენ საკვებში და მას უფრო მეტად აქვს დაგროვების უნარი მძიმე მეტალებს, შხამქიმიკატებსაც, თუმცა მწვავე შემთხვევებიც დაფიქსირებულა. ამ შემთხვევაში ძალიან დამუშავების პროცესში დაბინძურების რისკი შეიძლება იყოს მაღალი, თუმცა იშვიათია. უმეტეს შემთხვევაში აქვს კუმულაციის უნარი და უფრო ქრონიკული ექსპოზიციის რისკია. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და სამწუხარო ის არის ქრონიკული ექსპოზიცია, როცა ხდება, განსაკუთრებული ჩივილი პაციენტს არაფერი აქვს და სამწუხაროდ როცა ვლინდება, შეუქცევადია პროცესი, როგორც ქრონიკული ექსპოზიციის და ისიც მნიშვნელოვანია, როცა ამ ქიმიურ ნივთიერებაზე თუ ტოქსინზე მყისიერი რეაქცია გვაქვს მოკლე პერიოდში, ეს ნივთიერება ითვლება ტოქსინად და თუ მოგვიანებით ეს ითვლება რომ კანცეროგენია. აი ნიტრატი ვახსენე, ნიტრატი შეიძლება იყოს როგორც ბოსტნეულში დიდი რაოდენობით ნიადაგიდან მოხდეს თვითონ ანუ კონკრეტულად მოყვანის დროს, თუმცა ბოსტნეულში არსებული ნიტრატები ნაკლებად პრობლემურია, იმიტომ რომ მას ანტიოქსიდანტებიც აქვს და ანიტრალებს, C ვიტამინიც ხელს უწყობს რომ არ გარდაიქმნას ნიტრატი ნიტრიტად. ნიტრიტი გაცილებით უფრო ტოქსიურია ჩვენთვის. მაღალ ტემპერატურაზეც ნეიტრალდება ნიტრატი გარკვეულ. და სამწუხაროდ ის არის რომ შეიძლება წყალშიც ქონდეს და აქედანაც მოხდეს ეს პროდუქტი კონკრეტულად ჩვენთვის ეს ნაერთი შესაძლებელია ბოსტნეულიდან და ყველაზე ცუდი რაც არის და ყველაზე ასე ვთქვათ ტოქსიური კონსერვანტებად ვიყენებთ ხორცს პროდუქტის შესანახად და ან შეპოვლის პროცესში აქედანაც შეიძლება მოხდეს და იმ ადამიანს რომელსაც აქვს პრობლემა ან პირისყრის ლორწოვანის კუჭნაწლავის ტრაქტის და უფრო პატარებში ბავშვებშია პრობლემა და ორსულებში ნიტროსამინი ეს არის პირველი კატეგორიის კანცეროგენი რომელსაც გარდაიქმნება არა მარტო ტოქსიურობა კანცეროგენულ ნაერთად გარდაქმნის უნარი აქაც უფრო მაღალია ტემპერატურა და ასეთი პრობლემა აქვს თამბაქოსაც თამბაქოს ფოთოლშია ყველაზე მეტი რაოდენობით ნიტრატი
ნიტრატი და როცა თამბაქოს ვეწევით, წვადი როცა ხდება მისი დაწვა მაღალ ტემპერატურაზე, ნიტროსამინები წარმოიქმნება. უამრავი ნაერთი, მაგრამ ერთ-ერთი პირველი კატეგორიის ნაერთი ეს არის. ისევე როგორც აფლატოქსინი ვახსენე, ეს არის ობის სოკო, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს უფრო მარცვლეულს და კაკლოვნებს. შეიძლება რომ მივხვდეთ აფლატოქსინი არის თუ არა პროდუქტში, თუ გემოთი და ვიზუალურად, აი ყველაზე უფრო ვიცი რომ თხილეული და უმეტეს შემთხვევაში რაოდენობასაც აქვს, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა და მცირე რაოდენობა შეიძლება თვალისათვის უხილავი იყოს, მაგრამ ძირითადად ხილვადია ობი უჩნდება თხილეულსაც. ეს არის უფრო ნესტში შენახული, ესე ვთქვათ, არა ცუდად განიავებად გარემოში და განსაკუთრებით ეს ეხება ფერმერებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ვთქვათ აწარმოებენ სიმინდი, ხორბალი, კაკლოვნები და თხილეული შეიძლება არასათანადო შენახვის პირობებში გახდეს რისკი. შეიძლება ვიყიდო ძალიან კარგი, მაგრამ მე ვერ შევინახო კარგად და გაუჩნდეს ობი. ძირითადად ჩანს ობი ვიზუალურადაც განსაკუთრებით გემოთიც ალბათობიანი პროდუქტი ყოველთვის შესამჩნევია. უნდა მოვერიდოთ, არ არის ესე, რომ გავრცელებული მითები რო არ გუნებს და თითქოს რაღაცა გარკვეული კეთილდღეობა მოაქვს და შეიძლება ანტიბიოტიკი იყოს, არ არის. ეს ობის უკვე უმეტეს შემთხვევაში თუ ასპერგილოსია, კონკრეტულად ეს აფლატოქსინი, ეგეც პირველი კატეგორიის, აქ B1 ფორმა, რომელიც პირველი კატეგორიის კანცეროგენად გადის და მწვავე პერიოდში შეუძლია ღვიძლის დაზიანება თუ დიდი რაოდენობით არის და ქრონიკული ექსპოზიციის დროს ყველაზე ძლიერი ბუნებრივი კანცეროგენია, რომელიც ისევე ღვიძლის ონკოლოგიურ დაავადებას იწვევს. თუმცა თუ ესეთი დაბინძურებული ხორბალი ან მარცვლეული მიირთვა, ან შეიძლება სულაც თივა, ესე ვთქვათ, ცხოველმა, მერე უკვე რძეში, ნედლურ რძეში რჩება M1 ფორმა. ესე ვთქვათ, ცხოველის ორგანიზმი გარდაქმნის, კი, სავარაუდო კანცეროგენად არის მოხსენებული, თუმცა სასურველი არც ის არ არის განსაკუთრებით ბავშვების და კანონითაც იზღუდება როგორც ვიცი. მაქსიმალური მონიტორინგი აქვს უსათის სააგენტოს ამ კუთხით, განსაკუთრებით საექსპორტო ნაწილზე, თუმცა ადგილობრივ წარმოებაზეც ბუნებრივია ყველა ესე ვთქვათ, მწარმოებელი სამწუხაროდ რეგისტრირებული არ არის და ცუდია ამ კუთხითაც, რომ არ მოწმდება ყველა, ესე ვთქვათ, გლეხის, მესმის რომ ფინანსურ ტვით შეიძლება უკავშირდება, მაგრამ ძალიან მაღალია თვითონაც ხომ მიერთმევს ეს ადამიანი, რომელიც ამას აწარმოებს და მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი იყოს გარკვეული მინერალი, რომელიც განსაკუთრებით პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ინფორმაცია ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ გლეხებისთვის, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ გვსმენი ესეთ მოსაზრება, რომ სოფლის პროდუქტი არის უფრო უსაფრთხო. სოფლის პროდუქტი უსაფრთხო შეიძლება იყოს და უფრო მეტად ჯანსაღი თუ კი ის არის ყველა წესის დაცვით მიღებული, მაგრამ ხშირად არ აქვს ინფორმაცია და შესაძლოა რომ იგივე აფლატოქსინით გაჯერებული ხორბალი ან სიმინდი აჭამოს ცხოველს, ფრინველს და ასე შემდეგ და მისი შემოწმება აღარ ხდება. არის ესე ვთქვათ, თივაც რო დასველდება, ამასაც ყველა ნაწილს აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნებისმიერი ესე ვთქვათ, საკვები პროდუქტიდან შეიძლება მოხდეს. ამის საწინააღმდეგო, ესე ვთქვათ, იყიდება ნივთიერებები, რომლებიც ამცირებს შენახვის პირობები მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ აი რძის მიღების დროს აუცილებელია, რომ 4 გრადუსად დაბალ ტემპერატურაზე ინახებოდეს პირველ ეტაპზე, რომ მასში არ გაჩნდეს ის ბაქტერიები და ტოქსინები, ბაქტერიებისგანაც შემდგომში წარმოიქმნება სხვადასხვა ტოქსინი, რომელიც ასევე საზიანოა და მე როგორც არ უნდა დავამუშავოთ თერმულად, სამწუხაროდ ყველა ტოქსინი არ არის, ესე ვთქვათ, თერმული დამუშავების დეგრადაციის შესაძლებლობის მქონე და ანუ არა, აი ნიტრატი რაც ვახსენე, რაც უფრო მაღალი ტემპერატურა, უფრო მეტი რისკი აქვს ტოქსიურობის. ანუ გაცხელებისა და წვის შედეგად ნიტრატი ნიტროზამინად გარდაიქმნება და არა მარტო ჩვენი ლორწოვანი ახერხებს ამას, თუ ანტიოქსიდანტური თვისებები არ აქვს და დეტოქსის, ასევე გახურებისა და გაცხელების შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, უფრო მეტი რისკია, რომ ნიტროზამინი წარმოიქმნას. გარკვეული ბაქტერიები შეიძლება განადგურდეს, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის და განსაკუთრებით აი თეთრი ბილწა ეს სოკოც რო ვახსენე, თერმოსტაბილურად ითვლება რა ტემპერატურაზეც არ უნდა დავამუშავოთ, იმიტომ რომ სოკოზე ხშირად მოწოდებულია, რომ თერმული დამუშავება მნიშვნელოვანია გარკვეულწილად გარკვეული საკვები პროდუქტის, თუმცა ამ კონკრეტულ სოკოს აქ თერმოსტაბილურობა, როგორც არ უნდა დავამუშავოთ, მაინც ინარჩუნებს ამ ტოქსიურობას. ამიტომ ყოველთვის გაცხელება ის რაც შეიძლება ვახსენოთ, რომ ბოტულოტოქსინი, ასე ვთქვათ, ბოტულოტოქსინი გამახსენდა ყველაზე მეტად თავიდან ბაქტერიაა ისიც როგორც ვიცი. კი, ბატონო, ეს არის ტოქსინი, რომელიც ასევე წარმოიქმნება ბაქტერიის გამ. პრობლემა იცით რა არის ბოტულოტოქსინზე, ხშირად ვამბობთ, რომ თერმული დამუშავება მას შედარებით ამცირებს, თუმცა მისი სპორები არც ისე მარტივად არ ნადგურდება, გაცილებით მეტი ტემპერატურა უნდა და ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება ბოტულოტოქსინს შეწვის შემთხვევაში არ მცირდება. ეს არის ანაერობული, ესე ვთქვათ, ნაერთი, რომელიც უჟანგბადო გარემოში უფრო მეტად, ესე ვთქვათ, მრავლდება, ამიტომ არის სახლში კონსერვაციის დროს
ის სათანადო ტემპერატურაზე ვერ ვამუშავებ და უფრო მეტი რისკია, ხშირად ვამბობთ, რომ თერმულად დავამუშავოთ და წამოვადუღოთ, ნამდვილად ჭირდება, ასე ვთქვათ, მოხარშვა და წამოდუღება, თუმცა აი შეწვა თუ გადავწყვეტეთ ამ შენახული პროდუქტის, ვერ ნაწილდება თანაბრად ეს ტემპერატურა და ამიტომ პრაქტიკულად ვერ ანადგურებს, მაინც სახიფათოა. და აქ მნიშვნელობა რა დონეზე, სხვა ტემპერატურა, ანუ მე შემიძლია ასე ვთქვა, რომ კარტოფილზე, რომელიც შესაძლებელია მაცივარში არავინ არ ინახავს მდგომარეობაში, ესეც სახიფათოა. თუ კი 8 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე შევინახეთ კარტოფილი, უკვე ეს სახამებელი შაქრებად გარდაიქმნება და ესეც არ არის ასრული ჩვენი ჯანმრთელობისათვის. თუმცა ტოქსიური არ არის. ნაკლებად. თუ მზეზე დავტოვეთ და მასე ანუ მწვანე შეფერილობა გაჩნდა ამ შემთხვევაში სოლანინი წარმოიქმნება. კი ბატონო, სოლანინი ერთ-ერთი ძლიერი ტოქსიური ნაერთია, რომელსაც შეუძლია საკმაოდ სერიოზული საფრთხის გამოწვევა, ასე ვთქვათ, ამ კუთხით. ეს პრობლემურია. ანუ ტემპერატურული ცვლილება ყველა პროდუქტს არ უხდება. ბოტულიზმი რახან ვახსენეთ, მე მინდა მაინც ახლა სეზონი შეიძლება არ არის უკვე მიილია და ვისაც აქვს ამის შესანახება ალბათ უკვე მიირთოს, მაგრამ როგორც ვიცი, რაც უფრო გვიან იხსნება და უშუალოდ თუ სექტემბერში მომზადდა პროდუქტი და მასში არის ეს ანაერობული მიკრობი, ნოემბერში გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ახლა მაგალითად იგივე ქილა რომ გახსთან. და თუ აქვს არსებითი მუშაობა რაოდენობას, აი მაგალითად 2 სუფრის კოვზი მივირთვი თუ 2 თებში ამაზე თუ არის დამოკიდებული. რა ნაწილი მოხდა კონკრეტულად ზედა ნაწილში უფრო მეტად იქნება და აქ მნიშვნელობა შეიძლება მე მივირთვი უფრო მეტი რაოდენობა იმ 1 კოვზით, ვიდრე შეიძლება გაიშალა და თქვა მცირე რაოდენობა, თუმცა იმდენად ზიანის მომტანია ბოტულოტოქსინი, რომ ნებისმიერი რაოდენობა პრობლემურია. ვიზუალურადაც ხშირად ეტყობა ხოლმე ასეთ პროდუქტს, რომ შემჟავებულია, დუღილი მიმდინარეობს თითქოს და თვითონ სახურავი, რასაც ვახურავთ, ისიც შედარებით აბერილია და ვიზუალური დეფექტიც აქვს ამ კონკრეტულ შესანახ პროდუქტს და ამიტომ არ არის ასურველი სახლის პირობებში. სხვათა შორის ერთ-ერთი დიდი პრობლემაა დამჟავების პროცესშიც, ანუ კიტრია ერთ-ერთი ღია წესითაც კი შესაძლებელია შევინახოთ და ამ კუთხითაც პრობლემა გაჩნდეს და ამიტომ სათანადო მომზადება უნდა, ნიადაგიდან ხვდება ეს ბაქტერიები და კარგად გასუფთავება, თუმცა ხანდახან ძალიან რთულია. განსაკუთრებით ის წვანის სოკოსი, ან რაც რთულად ირეცხება, ალბათ უფრო საფრთხის შემცველია. ანუ ზოგადად პრობლემა ის არის, ვთქვით, რომ არც ერთი კულტურა არ მოდის შხამქიმიკატის გარეშე, შეუძლებელია, თუმცა ვადების დაცვა და ვადები ნიშნავს სხვადასხვა პერიოდში წვიმას, იმ გარემო ტემპერატურას და მე ანუ ჩვენს მიერ შეტანილი შხამქიმიკატს რა პერიოდის მოქმედება აქვს, რა ვადაზე, რომელი ნაწილი უნდა შევიტანოთ გარდა ამის ცოდნისა, როდის დავკრიფეთ, ამაზე აქვს მნიშვნელობა და ეს ხშირად უთქვამთ, რომ გავრეცხავთ. კი, გარეცხვა აუცილებელია ბაქტერიების ეს ეგრეთ წოდებული ჭიებისა და თუნდაც ამ ქიმიური ნაერთის მოსაცილებლად. ზოგს ეტყობა, მაგალითად შაბიამანი ყურძენზე ჩანს და შეიძლება ჩამოვიწყოთ. შაბიამნის ფრად. კი ბატონო, ყოველთვის არ არის ესე თვალხილული და შეფერილობის, თუმცა გარეცხვა მნიშვნელოვანია. სხვადასხვა რეკომენდაციებში ბევრ ადამიანს აქვს, რომ სოდიუმის წყლით გარეცხვა შესაძლებელია, საკმაოდ ნადგურდება. გარეცხვით 30% შეიძლება მოვაცილოთ ამ ქიმიური ნივთიერებების, სოდიუმის წყალში უფრო გავრცელებულია, რომ ანუ რაც არის ინფორმაცია ოფიციალური, რომ უფრო მეტი ტოქსინი შეიძლება ჩამოცილდეს, თუმცა მაინც სასურველია, რომ თუ დარწმუნებული ვართ, რომ ეს საკმაოდ დაბინძურებულ გარემოშია შეგროვებული, რჩევა, რომ გარედან კანი გავაცალოთ. თუმცა ყველაზე კარგი ესე ვთქვათ, ვიტამინების შემცველობა, საგემოვნო თვისება მაინც კანშია და ანუ სულ რომ მოვაცალოთ, ანუ ის სასარგებლო თვისებებიც მიყვება. მაშინ აზრი არ აქვს ხომ ასეთი პროდუქტის გამოყენებას, თუმცა გასუფთავება და გარეცხვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ ბოსტნეულია გარედან არსებული ფოთლებიც უნდა შემოეცალოს, გარდა იმისა, რომ შეიძლება დაბინძურებული იყოს ბაქტერიებით და მიწით ესეც უნდა მოვაცალოთ და გარეცხვაც მნიშვნელოვანია. კი, ყველა ესე დიდი წილი, რაც სისტემურ ღეროში შიგნით მოხდა, იმას ვერ გამოვა მაგრამ გარეგნულად რისი მოცილება შეგვიძლია, ჰიგიენის წესების დაცვა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ნაწილობრივ თქვენ რეკომენდაციები გაგვიზიარეთ, როგორ უნდა დავიცვათ ტოქსინებიდან თავი, ნუ ხილის და ბოსტნეულის შემთხვევაში კარგად უნდა გავრეცხოთ, თუ კი ზედაპირული პესტიციდებზეა საუბარი, მაგრამ კიდევ აი რა რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი, იგივე რძის პროდუქტების, ხორცის, სოკოს და ასე შემდეგ, აი ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ რეკომენდაციების სახით. საკვებ პროდუქტებზე კიდევ ერთი პრობლემა რაც არის და აი
ყველაზე ესე ვთქვათ საშიში კანცეროგენული თვისებით ხასიათდება ზედმეტად თერმული დამუშავება. ანუ გარკვეული ტოქსინები, როგორიც არის მე აკრილამიდი, ბენზპირენები და ფტალატები შეიძლება მე შესაფუთი მასალიდან გაჩნდეს ჩვენ საკვებპროდუქტებში, ამასაც აქვს მნიშვნელობა, სად ვამზადებთ, როგორ ჭურჭელში, შესაფუთი მასალა რა, მაგალითად სანამ ისე აქტიურად გავხდებოდი ტოქსიკოლოგი, ფოლგაში ვწვავდი თევზს ხოლმე, ჩემთან სამწუხაროდ, რომ ფოლგასაც ალუმინი აქვს და არ არის სასურველი მისი ასე გამოყენება მაღალი თერმული დამუშავების დროს. თუმცა შესაფუთი მასალას ჩვენ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას და ვკითხულობთ, გამოიყენება თუ არა კონკრეტულად გასათბობად. აი პლასმასის ჭურჭელია პრობლემური. პლასმას აწერია, რომ ფტალატისა და PPI-სგან არის თავისუფალი, თავისი ნომრები აქვს, რომლის გამოყენება შეგვიძლია გასათბობა და რა ტემპერატურაზე. ზოგადად, აირღუმელში და ნებისმიერ საკვების მომზადების დროს სასურველია მინა იყოს, ჭურჭელი და არა პლასმასი. და სასურველია არ არის, ასე ვთქვათ, სითხის მიღება წყლისაც გნებავთ რძის პლასმასის ჭურჭელში და ვიცით რომ გარკვეული შეზღუდვებია ასეთ პროდუქტებზე, თუმცა აქაც არის რეკომენდაცია ნომრების მიხედვით, ანუ გადამუშავების რა ნაწილს ექვემდებარება ეს ერთჯერადი ბოთოლი, რომელშიც წყალი გვაქვს, არ უნდა იყოს ის მჟავა პროდუქტები და ერთჯერადი გამოყენების მზის ნათების ქვეშ არა, იმიტომ რომ ეს პლასმასი და დაზიანებაც არ უნდა ქონდეს. ხშირად ხელში მოჭრიდვაც აზიანებს ამ პლასმას, ადულად რეკადია და შეიძლება შემდგომ პრობლემა ვადა აქვს ასეთ პლასმას, ხო შეიძლება 1 წელი, ან თუ მაგალითად და იმიტომ რომ თვითონ პლასმას აქვს 1 წელი და პროდუქტი რომელიც მას შეერთ, თუნდაც ეს იყოს წყალი, 1 წელზე მეტი არ შეიძლება რომ ვადა ქონდეს, იგივე ზეთი რომელიც დიდხანს ინახება, მაგრამ 1 წელზე მეტი ვერ ექნება. აი, ზეთი ახსენეთ და მადლობა ამისთვის. ზეთის შეწვის მასაც აქვს მნიშვნელობა ტემპერატურასაც, რაც უფრო მაღალი წვის წერტილი აქვს უკეთესია ამ შემთხვევაში და ზედმეტად დაწვა, სადაც შეიძლება ბენზპირენი გაჩნდეს, ეს ბენზპირენი არის ასევე პირველი კატეგორიის კანცეროგენი, რომელიც სამბაქოშიც არის და საბოლოო ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ საკვებიდან ძლიერად შემწვარი, აი კარტოფულზეც რომ არ უნდა იყოს ძალიან დაბრაწული არ უნდა იყოს. უნდა იყოს მხოლოდ და უფრო მეტად არა, თუმცა არის მოსახლეობა, რომელსაც ძალიან უყვარს ზედმეტად შემწვარი შაშხიც და სხვა პროდუქტებიც და ძალიან მაღალ ტემპერატურაზე არ უნდა, ესე ვთქვათ, გამოვიყენოთ, ანუ დამზადების დროს ეს რა თქმა უნდა შემდგომში უკვე საფრთხეს წარმოადგენს, სასარგებელი არ მოაქვს. ერთია რომ ჰიგიენის წესების დაცვა, ჯერ ვიცოდეთ საიდან გვაქვს შეძენილი და რაც უფრო დიდ ქსელურ მარკეტშია, უფრო მეტად დაცულები ვართ, შედარებითია ყველაფერი. აი ამ შხამ ქიმიკატებსაც, იგივე აფლატოქსინი არის თევზში, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები თაფლში, ამას სულსათის სააგენტო აკონტროლებს, თუმცა იმ ადამიანებზე და ფერმერებზე, რომლებიც არიან ოფიციალურად რეგისტრირებული და დიდ მარკეტებში შესული უფრო მეტად. თუმცა კონტროლი მიმდინარეობს ეგრეთ წოდებულ ბაზრებში, თუმცა ისე მარტივი არ არის, რომ ყველა გაკონტროლდეს ამ კუთხით. შედარებით უფრო დაცული ვართ ამ კუთხით და გაცილებით. ანუ ბუნებრივია, როცა სტაციონარში ხდება ასეთი პაციენტი, პირველ ეტაპზე აი ემერჯენსი ესეთი პირველადი მიღების დეპარტამენტი, სადაც უნდა შეფასდეს პირველადად პაციენტი, შეიძლება ჩივილით მიუხვდეთ იგივე როგორც აფლატოქსინზე, თუმცა ესე კონკრეტულად ლაბორატორია, რომელიც ამას განსაზღვრავს, რომ ქიმიურ ნაერთთან გვაქვს საქმე, პრაქტიკულად არ ხდება. ერთ-ერთი შეიძლება იყოს მხოლოდ ნიტრატები, რომელიც მეტგემოგლობინ წარმომქმნელია და მხოლოდ ესე ვთქვათ კონკრეტული ექიმი, ვის არის სპეციალისტი, მას შეუძლია გაიაზროს აღიქვას ამ მხოლოდ ჩივილებზე და არასპეციფიურ კვლევებზე რასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესეთ პაციენტი კონკრეტულ სპეციალისტთან მოხვდეს, ვინც ამას შეაფასებს სათანადოდ და მკურნალობის პროცესით და გამოჯამრთელებაც ამაზეა დამოკიდებული. თუმცა ყველა ადამიანს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ესეთი საკვები პროდუქტი მიირთვას, მას რაც შეუძლია, რომ მაქსიმალურად გაუფრთხილდეს, რომ თუ სოკოს ვერ ვცნობთ, არ შევაგროვოთ ასეთი სოკო. ბოსნეულის და ნებისმიერ, ასე ვთქვათ, საკვებ პროდუქტს, რომელიც ექვემდებარება ჰიგიენის წესებს და გარეცხვა ჭირდება აუცილებლად გავრეცხოთ და შესანახი პროდუქტები დიდხანს ვადუღოთ. ბოტულის განთავის დასაცავად. ესეც მნიშვნელოვანია და გავითვალისწინოთ ის, რომ ხილი და ბოსნეული თუ კარგად გაირეცხება, მერე შენახვის პროცესში ამ ბოტულოტოქსინს გამრავლების უნარი პრაქტიკულად არ აქვს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ასევე, რომ გარდა ჰიგიენის წესების დაცვისა, სხვადასხვა ტემპერატურაზე შესანახ მასალას რაში ვინახავთ, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და თუ ეჭვი გვეპარება კონკრეტული პროდუქტის გამოყენების დროს სათანადო გემო არ აქვს, ბუნებრივია არ ღირს მისი გამოყენება ან ვიზუალი. აფლატოქსინზე ვთქვით, რომ ხილვადია ეს ობისოკო და სასურველი არ არის მისი გამოყენება.
ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, თემა ისეთია, რომ ბოლომდე მაინც ვერ ამოვწურეთ და ამიტომ კიდევ ერთხელ გარკვეული პერიოდის შემდეგ გელოდებით ჩვენთან გარცემაში სტუმრად. მე მაყურებელს უпростоრს მსმენელს შევახსენებ, რომ დღევანდელი გარცემის სტუმარი ექიმი ტოქსიკოლოგი ეკა ქურდაძე პასუხობდა შეკითხვებს და მე მომავალ 4 შაბათამდე გებიშდებებით ნახვამდის.